საპარლამენტო უმცირესობის წევრი ნურზარ წირტლაური ქვეყანაში ახალი სეპარატისტური ტერების წარმოშობის საშიშროებას ხედავს. ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი პოლიტიკური ლიდერი აცხადებს, რომ ჯავახეთში ანტიქართული გამოვლინებები უკვე არსებობს და პროცესს, რომელსაც ორგანიზაცია ჯავახტი ხელმძღვანელობს, რუსეთის ფედერაციიდან იმართება. ანტისახელმწიფოებრივი მოძრაობის გააქტიურების ნიშნებს პოლიტიკოსი თბილისშიც ამჩნევს. მისი განმარტებით სამხრეთ რეგიონში უკვე მიმდინარეობს სეპარატისტური განწყობის სამასტაციანი შეიარაღებული ფორმირების რეაბილიტაციის პროცესი, რომელსაც პოლიტპატიმრად აღიარებული ვახან ჩახალიანი ხელმძღვანელობს. ნურზარ წირტლაური ანტისახელმწიფოებრივ მიმდინარეობებში პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს და რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ბაატა ზაქარიაშვილის თანამდებობიდან გადადგომას ითხოვს. დარწმუნებული ვარ, რომ თვით საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება ძალიან კარგად აცნობიერებს თუ რატომ მიმდინარეობს ის პროცესები ჯავახეთში, მაგრამ საქართველოს დღევანდელმა ხელისუფლებამ ვერ გაუძლო ზეწოლას და მან მიიღო პოლიტიკური გადაწყვეტილება, როდესაც დამნაშავე ჩახალიანის მიანიჭა შესაბამისი სტატუსი, გაანთავისუფლა ის და დღეს მას აძლევს შესაძლებლობას, რომ თბილისის ცენტრში მოაწყოს ანტიქართული შეკრებები. რა თქმა უნდა, ამ ანტიქართული შეკრებების დროს პრევალირებს სახელი მიხეილ სააკაშვილი, თითქოს და ეს არის რაღაც შიდა პოლიტიკური უთანხმოება ჩახალიანსა და პრეზიდენტ სააკაშვილის შორის, მაგრამ სინამდვილეში ეს არის საქართველოს წინააღმდეგ მიმართული ქმედებები და ის რომ ეს არის ჯავახკის მიერ ორგანიზებული, რომ ჯავახკი არის დღეს ყველაზე უფრო მეტად აქტიური და რომ ჩახალიანი სწორედ წარმოადგენს ამ ორგანიზაციას, მე ვფიქრობ, რომ ყველაფერზე ძალიან კარგად მეტყველებს.